ძალიან ხშირად ბიზნესები ინგრევა შიგნიდან, არა იმიტომ რომ იდეა არ იყო კარგი, იმიტომ რომ არ იყო რეგულირებული ურთიერთობა თუნდაც თანამშრომლებთან. და მე მახსენდება ერთ ესეთი შემთხვევა, როდესაც კომერციული საიდუმლოება ჰქონდა ერთ ბიზნესმენს და მოიყვანა თანამშრომელი, რომელთანაც არ დაარეგულირა არანაირად ურთიერთობა. ასწავლა ეს ყველაფერი და სამწუხაროდ გაზარდა კონკურენტი. ვარ სესილი ქადარია, სამართლის დოქტორი, ადვოკატი, მაქვს ჩემი იურიდიული ფირმა. ჩემი პირადი მიზანია საზოგადოებისთვის სამართალი გავხადო ბევრად უფრო გასაგები და პრაქტიკული. და როდესაც ბიზნეს პარტნიორი ამბობს, რომ აი, საბუთებს მერე მივხედოთ, ესე დროს ჯობია გავიქცეთ, ხო, მისგან. მე მყოლია ქალი ბიზნესმენები, მყოლია კაცი ბიზნესმენები და პირდაპირ გეტყვით, როდესაც მათ აქვთ საგადასახადო პრობლემა, მათმა მეუღლეებმაც კი არ იციან ამის შესახებ. თითქმის ალბათ 95% შემთხვევებში პარტნიორებს შორის დავები იწყება სწორედ იმ მიზეზით, რომ არ არის მათი ურთიერთობა სამართლებრივად რეგულირებული. რეალურად კარგად დადებული ხელშეკრულება და კარგად გავლილი საკითხები თავიდან გაცილებს ბევრ სამართლებრივ პრობლემას, საერთოდ სასამართლოსაც კი. კიდევ ერთ რამე მნიშვნელოვანს ხარ მეტყოდი, რაც მაგ კონტრაქტში უნდა გავითვალისწინო. არასოდეს ხელშეკრულება არ მოარგო დღევანდელ სურათს. ანუ ის ფაქტი, რომ ეხლა დღეს კარგად ხარ პირობითად შენს პარტნიორთან ან რომელიღაც მომწოდებელთან, ეს არ არის საფუძველი ხელშეკრულების შედგენის. და ეხლა როგორ უნდა იფიქროს ზოგადად ბიზნესმენმა.